გადაწყდა რომ უნდა ესე იგი ეს ნაგავსაყრელი გადავიდეს და ბიუჯეტში ჩადეს 28,200,000 ლარი ფული. არაფერი არ შეცვლილა. ლილოს პოლიგონი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელია, სადაც მთელი დედაქალაქის ნარჩენები გროვდება. ტერიტორიაზე ყოველდღიურად 1200 ტონა ნაგავი შედის, რომელიც მიწის ფენით იფარება. 7 ჰექტარზე ღია ტიპის ობიექტს თბილ სერვის ჯგუფი ხელმძღვანელობს. უკვე დაწყებულია მუშაობა, უცხოელი სპეციალისტების მიერ დადებული არის გეგმა, გამოცხადებულია სატენდერო წინადადება, რათა გაკეთდეს არსებულ ტერიტორიაზე გაშემკრები და გამშემკრების, ასე ვთქვათ, განხორციელების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სპეციალისტების აზრით არსებულ ტერიტორიაზე სუნი არ იქნება. უსიამოვნო სუნის გაქრობას დაპირდა დღეს ადგილობრივებს რაიონის გამგებელიც, რომელიც აქციაზე მივიდა და პირადად მოისმინა მოსახლეობის შენიშვნები. აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავიწყეთ ჩვენ ამ საკითხის მოგვარება და ეხლა უკაცრავად ძალიან მწუხარ ამ ხალხის გამო მართლა გაუსაძლისი მდგომარეობაა და თავიდან აი აქ რო დაიწყო, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. დანარჩენი ეხლა ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ უნდა გამოვასწოროთ აი ეს და ამ ადამიანებს მართლა სუნთქვის საშუალება მივცეთ. როდიდან შეიძლება თავისუფლად სუნთქვა ადგილობრივებს უცნობია. მათ დღეს დაპირება კიდევ ერთხელ მიიღეს. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას ამჯერადაც არ გაითვალისწინებს, სასამართლოს მიმართავენ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ არ გადაერთოთ. ქართულ ფრანგული ანიმაცია ჯიბის კაცი. მომიდა წერილი, რომ ჩემი ანიმაცია აირჩიეს. სიახლე ქართულ მულტიპლიკაციაში. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. როცა თავს გრძნობას ესუფთა და ლამაზად ვალდებული ხარ მოახდინო შთაბეჭდილება. სადე ახალი და გაუმჯობესებული დისკრეტი, ახლა უკვე უფრო სუნთქვადი, 12 საათამდე სისუფთავისთვის. შეიგრძენით სისუფთავე, რომელიც ჩანს, დისკრეტი. ყურადღება, Vivo-ს ჭიქ დავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს განმეორებით სესხზე. პირველი სესხი კვლავაც უპროცენტოა. მიიღეთ ახლა 15 წუთში. Vivo-ს ჭი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამაზე. მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება ლეიტენანტი. სწავლას გააგრძელებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ სხვადასხვა სპეციალიზაციის კურსებზე და დასაქმდებიან თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად.
საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ვინც ესე იგი ზაქარის თავისუფლებისათვის დაასწროს საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი თავი, ის გახდება ღირსი თავისუფლების. Кто его знает, как правильно говорить, он погиб или его убили. უბედური შემთხვევა. ფიზიკურად აღარ შეეძლო, მაგრამ წინააღმდეგობას უწევდა ნემსის გაკეთებას აი ამ ჯგუფისგან. თუ პოლიტიკური მკვლელობა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული ოპერაცია. Лехаиндроо Production და იმედი წარმოგიდგენ. Для нас Мераб Костава был таким символом. ვერ გატეხეს და ვერ დაუქვემდებარეს კონტროლს. გიორგი ხაინდრავას ფილმს. Картагени უნდა დაინგრეს. Меня нет, не пугает ничего. Человек, если он свободный внутренне, он свободный везде. Мераб Коставას ცხოვრება და მოღვაწეობა. ასეთ დიდ მოძრაობაში ერთი ადამიანი ხომ მაინც უნდა დარჩეს, რომელიც აბსოლუტურად სუფთა იქნება და იქნებ სწორედ ამისთვის შეინახა მეთქემრით. დღეს 23 საათსა და 30 წუთზე მერაბ კოსტავა ცხოვრება და მოღვაწეობა. Картагენი უნდა დაინგრეს. ეს არის ქრონიკა 20 საათზე, დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. თელავში რთველი 2015 საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც სასტუმრო ალაზნის ველში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მისი მოადგილე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კახეთის გუბერნატორი და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწნენ. დღეიდან შტაბში ღვინის კომპანიების რეგისტრაციაც არის შესაძლებელი. მინისტრის განცხადებით, ყურძნის კონკრეტული ფასი არ იციან და მას ბაზარი დაადგენს, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირება გასული წლის მსგავსად ისევ იქნება 1 კილოგრამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი, ხოლო 1 კილოგრამ საფერავზე 15 თეთრი. დაახლოებით 130,000 ტონის ფარგლებში ველოდებით საერთო ჯამში მოსავალს, ეს არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, მე მინდა ასევე ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ რიგითობა და კოორდინირებულად მიიღონ მონაწილეობა რთველში, ვინაიდან რა თქმა უნდა რიგების შესაძლებელია მეტი იყოს გამომდინარე ჭარბი მოსავლიდან. ჩვენი თავარი ამოცანა იქნება ზუსტად ავუწყოთ ყოველი კილოგრამი გადამუშავებული ყურძენი, ასე გქონდეს ინფორმაცია იგივე სუბსიდიის გაცემა თაობაზე და ზოგადად ინფორმაცია ყურძნის გადამუშავებაზე. ამას გარდა შეუძლებს ლოგისტიკურად ყველანაირად ხელი შეუწყოთ იმას, რომ ყველა გლეხმა შეძლოს ყურძნის ჩაბარება. მოსავალი გაცილებით მეტია ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი რეგიონისთვის. ამასთან ერთად თქვენ იცით, რომ სუბსიდირების თემა დარჩა ზუსტად იგივე, რაც იყო წინა წლებში. თურქეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკარგულები. სტიქიამ განსაკუთრებით ართვინის